მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება შემოდგომის დასასრულამდე სამ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც საჭიროებს თქვენს ყურადღებას. ანუ სამი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება შემოდგომის დასასრულამდე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, არხის გამოწერა, დაკომენტარება და ასე შემდეგ. ეს არაერთხელ მithქვამს, ახლაც განუმეორდები, რომ თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, თქვენთვის იმისათვის, რომ სამყაროდან როცა ინფორმაციას იღებთ, ენერგეტიკული ბალანსი დაიცვათ. აი მხოლოდ ამისთვის და ნუ გონიათ ვიღაცებს, რომ მე მიკეთებთ ამით სიკეთეს. ხო, ნახოთ ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3 და ვნახოთ თითოეულ ვარიანტზე, ანუ აირჩიეთ ვარიანტი და იმის მიხედვით ვნახოთ ის 3 მოვლენა. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, ვარიანტი მესამე. აირჩიეთ, რომელი ვარიანტის მოსმენა გინდათ, ენდეთ ინტუიციას, არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ ინტუიციურად აირჩიეთ ვარიანტები და ვნახოთ 3 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება შემოდგომის დასასრულამდე. პირველი ვარიანტი ისევ, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. და ვნახოთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. არკანი კვერთხების ტუსი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე ან მესამე ვარიანტი და უსმინეთ თითოეული ვარიანტისთვის 3 მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება შემოდგომის დასასრულამდე. დავიწყოთ პირველი ვარიანტის გარჩევით და ვნახოთ რა ხდება და მოვიდა არკანი მზე. არკანი მზე, კვერთხების ხუთიანი და ქურუმი ქალი. 3 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც შემოდგომის დასასრულამდე საჭიროა რომ ყურადღება მიაქციოთ, ეს ჩემო ძვირფასებო არის პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობა, რა ნაწილში, რომ არ იყოთ ზედმეტად კონფლიქტური, არ იყოთ ზედმეტად საკუთარ მიზნებზე ორიენტირებული და ამ საკუთარი მიზნების მისაღწევად არ გადაიაროთ სხვა ადამიანების თავებზე. არ იმანიპულიროთ ადამიანების ბედიღბლით და არ მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ყველასთან არ იქნება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გადახვიდეთ წითელ ხაზებს და დაუშვათ მისცეთ საკუთარ თავს სხვისი ბედით თამაშის შესაძლებლობა. ეს არ ქნათ არც ერთ შემთხვევაში, ჩემო ძვირფასებო. მესამე სიტუაცია, რაც ასევე მინდა რომ იცოდეთ, არის არ ვიცი, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ორსულობის დადგომა. შეიძლება იყოს.
ამიტომ ყურადღებით იყავით აქ. ასევე მინდა გითხრათ პირველ ვარიანტთან მიმართებაში, რომ გაუფრთხილდით ძალიან ნერვულ სისტემას და ხო გეუბნებით, არც თქვენ ჩაებათ სხვის ომში და არც თავად წამოიწყოთ რაიმე ტიპის ესეთი ემოციური კომუნიკაციების სხვებთან, რომელიც არ დასრულდება მაინც და მაინც კარგი შედეგებით. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. ჩემო ძვირფასებო, ვნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. არკანი 5-იანი პენტაკლები, 4-იანი ხმლები და 4-იანი ხმლები. შემოდგომის დასასრულამდე ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად მეორე ვარიანტთანაც რაღაცა ისეთი სიტუაცია თითქოს გადმოვიდა მეორე ვარიანტზე პირველი ვარიანტი. შემოდგომის დასასრულამდე, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, არის ის, რომ არ ჩაიკეტოთ უკაცრავად საკუთარ სივრცეში. არ დაემორჩილოთ საკუთარ შიშებს და რაღაცნაირად არ იზოლირდეთ გარე სამყაროსგან. ამის ძალიან დიდი შანსია სამწუხაროდ მეორე ვარიანტთან, რომ თითქოს დაკარგოთ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და ამავე დროს თუ ურთიერთებთ ადამიანებთან თითქოს არ გეცოდინებათ საით მიდიხართ, როგორ მიდიხართ, ან რა უნდა აკეთოთ. აი რაღაცა ძალიან დიდი მარტოსულობის განცდა მომდის მეორე ვარიანტთან. მაგრამ რაც დაგეხმარებათ აუცილებლად არის რწმენა, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ მეორე ვარიანტს ვეტყოდი, რომ რაც არ უნდა რთული გამოწვევის წინაშე დადგეთ შემოდგომის დასასრულამდე, არასოდეს და არც ერთ შემთხვევაში არ დაკარგოთ რწმენა. და იცი რა არ დაკარგოთ, თავი არ დაკარგოთ, ანუ სახე არ დაკარგოთ. რაღაცა ნახეთ, აქ ძალიან კარგად ჩანს ამ არკანს. ერთიც და მეორეც ხელგაწვდილად ითხოვს მოწყალებას, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადამიანი არის ძალიან გაუბედურებული, მეორე შემთხვევაში ხო კი მოწყალებას ითხოვს, მაგრამ მშვიდი სახე აქვს რაღაცნაირად. ანუ რისი თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა რთული პერიოდის წინაშე დადგეთ, შემოდგომის ბოლომდე სახე და თავი არ დაკარგოთ. მეორე ვარიანტი და აუცილებლად შეინარჩუნეთ შინაგანი რწმენა. ნახოთ რა ხდება მესამე ვარიანტთან. არკანი სულელი, არკანი 10-იანი ხმლები და არკანი 5-იანი ხმლები. ხო, აი აქ უკვე თუ პირველ და მეორე ვარიანტში საუბარი იყო შინაგან და ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც ყურადღება მისაქცევი იქნება თქვენი მხრიდან შემოდგომის ბოლომდე, აი აქ თითქოს ერთგვარ გამომშვიდობებას ექნება ადგილი და მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ იმ ადამიანებისთვის ეს პერიოდი იქნება მდგომარეობა, როდესაც საბოლოოდ გამოიხურავთ წარსულის კარებს. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდით ამას და რაღაცნაირად შეძლებთ რომ გავუშვათ ტკივილი
გარეგნულად მაინც შინაგანად ეს თქვენში დარჩება თავისთავად ცხადია და თავის ნაკვალებს დატოვებს, მაგრამ გარეგნულად თქვენ შეძლებთ რომ გათავისუფლდეთ და თქვენ შეძლებთ რომ დაიწყოთ ნელ-ნელა წინსვლა. მე ვერ ვიტყვი აქ მესამე ვარიანტი რომ მკაფიოდ განსაზღვრული ან მიზანი ან ადგილი მაინც გაქვთ ამორჩეული სადაც მისვლა გინდათ, მაგრამ უკვე კარგია რომ მოძრაობას მაინც დაიწყებთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით. ამიტომ ეცადეთ რომ საკუთარ თავში ეს ტკივილი მართლა მოიშუშოთ, მართლა ჩახუროთ და ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომლისკენაც დაადექით ან დაადგებით ყოველ შემთხვევაში სვლას, ეს მძიმე ტვირთი და მძიმე ჯვარი თან აღარ ატაროთ. რაღაცა მნიშვნელოვანი დასრულდება მესამე ვარიანტისთვის და თითქოს ტკივილით, მაგრამ მაინც დაიწყებთ ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალ ეტაპზე, ახალი ეტაპისკენ ნელი ნაბიჯით თუნდაც სიარულს. აი ესეთი სამი ვარიანტი გქონდა დღეს. პირველი და მეორე ვარიანტი საკმაოდ რაღაცნაირი ემოციური იყო, აქ არ საუბრობდა რაღაც მოვლენებზე ტარო, აქ საუბრობდა შინაგან განწყობებზე. პრინციპში მესამე ვარიანტიც უფრო ესეთი იყო, მაგრამ აი მესამე ვარიანტთან უფრო სხვა სიტუაცია წამოიღო. იმედი მაქვს რომ რეზონირდა ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ რაღაც მომენტში გზამკვლევით ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ და აი ამ რაღაც 2025 წლის ცხრიან ენერგიას და მიწურულს უფრო შედარებით შეგიმსუბუქებთ, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა ფაქტიურად წლის მიწურულისკენ გადავინაცვლეთ, რაც უფრო მეტად იქნება რაღაცნაირი კულმინაციური მომენტებით დატვირთული პერიოდი, შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს ემოციური პერიოდი, იმ ნაწილში რომ აი სადღაც მთელი წელი თითქოს ცდილობდით რაღაცების დასრულებას და აი 2026-ში რომ აღარ გადაყვეთ უკვე, ანუ აქ გარემოებები და სამყარო ისე განლაგდება თითქოს, რომ იძულებული იქნებით მაინც მიიღოთ თუნდაც მტკივნეული გადაწყვეტილებები. ამიტომ არ მიკვირს პრინციპში დღევანდელი საჯარო გაშლის ესეთი განვითარება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია თუნდაც ოდნავ არასასიამოვნო, მაინც იქნება თქვენთვის სარგებლის მომტანი და როგორც მინიმუმ მცირე მიმართულების მომცემი იმ ოდნავ რთულ გზაზე, რასაც თითოეული ჩემი მსმენელი თავის ინდივიდუალურ პატარა ცხოვრებაში გადის. დროებით ჩემო ძვირფასებო, შევხვდებით უახლოეს მომავალში.